მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს არის თემა, რომელიც ვფიქრობ უნდა იყოს საინტერესო ყველასთვის, იმიტომ რომ ეს ისეთი ნაწილია ჩვენი ცხოვრების, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? არა მხოლოდ ურთიერთობა პარტნიორთან, ხო? ანუ ფინანსებთანაც აუცილებლად უნდა გქონდეს კარგი დამოკიდებულება, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს სრულყოფილი, ხომ ასეა? ამიტომ დღეს ვნახოთ ჩვენ რატომ შეიძლება ეხლა ეს რატო კიდე დამიბადა ეს თემა, იმიტომ რომ ეხლა ამ თემებით ბევრი შემოდის კონსულტაციაზე პირადად და ვიფიქრო რომ ალბათ რაღაც აქტუალური შეიძლება იყოს, რაღაცა ცვლილებები მოდის სულ დედამიწაზე, ჩვენს ვიცვლებით, ჩვენს ტრანსფორმაციას გავდევართ და არის ზოგჯერ ესეთი მომენტი, რომ ჩვენ დავუშვათ გვინდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ რატომღაც ხდება ისეთი დაბრკოლებები, რომ ვერ ხსნით რატომ. რა, მე მაგალითად სულ რაღაცას ვსწავლობ და რა თქმა უნდა ეს ჩემი საყვარელი სფეროები არის ურთიერთობები, პირადი დანიშნულება და ფინანსები. და ამიტომ სულ ვითარდები და მე მგონი უთხოვეს კიდევ ჩემო მოსწავლეებმა, რომ გამიკეთებიან მინი ტრენინგი ფინანსებზეც, აუცილებლად გავაკეთებ. ჯერჯერობით ჩვენ ნახოთ ახლა, ანუ ახლა რა სიტუაცია, რატომ შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ამ წუთში ამჟამად არის რაღაცა შეჩერებული ფინანსური ნაკადი და ნახოთ რა მოქმედებს მაგაზე, ხო? ვისაც საინტერესო იქნება ეს გაშლა, რა თქმა უნდა უყურეთ. იმიტომ რომ მხოლოდ ურთიერთობაზე არ შეიძლება რომ დავიციკლოთ რა, იმიტომ რომ ეს არის და ამიტომ მე მიყვარს გაშლები სხვადასხვა თემებზე. ვნახოთ ახლა თქვენი მდგომარეობა როგორია და რა მოქმედებს ამაზე, აი რა არის, რატომ არის ესეთი ეს როგორც სიგნიფიკაცია ვნახოთ ჩვენ და მთავარი მიზეზი თქვენი ამ მდგომარეობით, ახლა ფინანსური მდგომარეობა და მთავარი მიზეზი, ახლა მინდა ბარემ გავშალო და მე უკვე დავიწყოთ ჩვენ. პენტაკლების მეფე, რა ვიცი, ვნახოთ ახლა რას გვეტყვიან. ესე იგი, შევეკითხოთ ტაროს. ეს ახლა თქვენი ენერგიები იქნება და რატომ ხართ ამ ენერგიებში, ასე ვკითხოთ. შემდეგი ვკითხოთ ჩვენ, რა ხდება ახლა თქვენთან ფინანსებში. და ვნახოთ მიზეზი. აი ეს რაც ხდება, მაგის მიზეზი, აი ესე ვკითხოთ, მიზეზი. ნახოთ ჩვენ რა შეიძლება, აი რა ბლოკავს. იმის მიუხედავად, ახლა ნახოთ ჩვენ სიგნიფიკაცია, მაგრამ იმის მიუხედავად გაქვთ თუ არა, მაინც ადამიანს ახლა აქ ეგეთი თვისება, რომ უფრო მეტი უნდა, ხო? ვნახოთ რა ბლოკავს თქვენს ნაკადს. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენ ეს სიტუაცია გაუმჯობესოთ. რა ქმედებები. და ვნახოთ იგივე ახლა ჩვენ სამსახური კარიერა, იმიტომ რომ ახლა აბა საიდან არის ხო შემოსავალი, რაღაცას ვაკეთებთ ჩვენ, ხო? რა თქმა უნდა, ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენთან ახლა კარიერაში და რატომ ხდება მასე, როგორც ხდება მიზეზი. ვკითხოთ ჩვენ რა ბლოკავს და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი სიტუაცია გაუმჯობესდეს და კიდე მინდა ვკითხოთ, აქ ეს თქვენ აქ ხარ, თქვენ აქ. და კიდე მინდა ვკითხოთ ისეთი რამე, მოდით ეს დასტაც ავიღოთ. ჩვენი პატარა, მაგრამ მუშა დასტა, ხო? როგორ შეიძლება თქვენი სიტუაცია საერთოდ, თუ თქვენ დაუშვათ გაითვალისწინებთ აქ, ანუ აქ რაც დარო ჩვენ მოგცემს რჩევას. აი როგორ შეიძლება. ყველა რამე როა ნახოთ როგორ წამოვიდა. კარგით. ისე დავიწყოთ ახლა ჩვენ ეს საკეთკენ დავიდ რა. მე დამჭირდება. ისე. ანუ ეს იგი ახლა თქვენი მდგომარეობა, ახლა როგორი მდგომარეობა გვაქვს ჩვენ, რა ენერგიებში ხართ თქვენ. გასაგებია.
და რა მოქმედებს, ხო? ანუ მიზეზი ასეთი მდგომარეობის რა, всё გასაგებია. უკვე ვიცი, ვინ უყურებს ახლა ამ ყველაფერს. ესე იგი, ნახეთ რა ხდება. ვისთვის იქნება ეს გაშლა? ეგრევე შეგიძლიათ გითხრათ ადამიანისთვის, ვინც ახლა შეიძლება რა არის როგორ მდგომარეობაში. ნახეთ, ფიქრობ, ანუ რა გავაკეთო მე, რა გავაუმჯობესო ჩემს ფინანსურ მდგომარეობაში, ანუ ესე იგი ახალი ეტაპი არის, გაიგეთ, აქ რაღაცა ახალ ეტაპზე დგას ადამიანი და აწონ-დაწონის. ისე მინდა რომ ჩემი ფინანსები დავალაგორო, თან კარგათაც ვიყო, თან დაბრკოლებებიც არ მქონდა, ანუ შეზღუდვები, იმიტომ რომ ნახეთ, საერთოდ ადამიანს აქ ეგეთი მომენტი, აი უფრო ასეთ მიწიერ ზოდიაკოს ნიშნებს, ხო? რომ აი შეზღუდვა, და საერთოდ აქ 22 ენერგიაც არის და ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არის ესეთი ადამიანი, რომელსაც არ უყვარს შეზღუდვა. ანუ შეიძლება მხარჯველიც იყოს, შეიძლება ესეთი ადამიანი იყოს, რომ შემოსავალი კი დაუშვათ რამე აქვს, მაგრამ აქ არის პრობლემა შენარჩუნებაზე. ანუ არ ვიცი როგორ დავალაგო ჩემი ფინანსები ისე რომ თქვათ კიდევაც მეს მყოფნიდეს და თქვიდევაც სიტყვად არ ვიყო შეზღუდული და კიდევაც დაუშვათ მინდა რომ აი ახალი გზას იერჩე. აქ ადამიანმა აერჩია რა, ნახეთ, ორიანიდან ეგრევე ცხრიანში გადახტომა, ხო? ანუ ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომ შეიძლება ადამიანს აქ რაღაცა უკვე გამოცდილება, მაგრამ ეხლა მის ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი. ანუ აქ არ არის სიტუაცია, როცა შენ არასოდეს არ გქონდა ფული, არ იცი საერთოდ ეს რა არის, ხო? და ითვლი რაღაცას, თქვა, ახლა შეიძლება და ახლა არ გამორიცხავ, რომ თქვა, შეიძლება პატარა შემოსავალიც გქონდეს, მაგრამ და უფიქრდება ადამიანი, როგორ შევინარჩუნო. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანს აქ აღებული რაღაცა ახალი ისეთი გეზი, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ მე ვისწავლო, როგორ ვიყო თვითქმარი ფინანსურად. ნუ ჩვენ ფინანსებზე გვაქვს და პენტაკლებიც მაგას გვეუბნებიან. ანუ ეს ენერგია აქ ტრიალებს, ადამიანი ცდილობს, რომ მე მინდა ვისწავლო, მე მინდა სხვანაირად მიუდგე ჩემს ფინანსებს, მე მინდა რომ ჩემს ანუ თავი ვიგრძნო თავისუფლად, ფინანსურად თავისუფლად, მაგრამ ჯერ რა გავაკეთო, არ ვიცი, იმიტომ რომ აქ არის ახალი ანუ ნაბიჯები, შეიძლება დაუშვათ, გქონდათ შემოსავლები, გაქვთ რაღაცა შემოდის თანხები, მაგრამ რაც მთავარი ის კი არ არის, რომ შენ დაუშვათ ახლა ანუ თუ შენ გაქვს შემოსავალი რაღაც თანხა და შენ მაგას სულ ხარჯავს თავიდან ბოლომდე, სულ გექნება ეს უკმაყოფილება, თუნდაც ახლა ხელფასი საერთოდ ახლა უფრო ისეთი რამე თქვათ რთულია, როცა უნდა გაიზარდოს, ხო? ანუ ზოგჯერ არ იზრდება, არის ფიქსირებული. თუ დაუშვათ ბიზნესი გაქვს, დაუშვათ რამე შენი საქმე გაქვს, შეიძლება ის არ არის ფიქსირებული, ან გაიზრდება, ან დაიწევს და ასე შემდეგ, მაგრამ იმისთვის რომ გქონდეს შენარჩუნება, რა თქმა უნდა, რაღაცა უნდა იცოდე მეტი, თქვათ როგორ რანაირად უნდა შეინარჩუნო. ამისთვისაც არის საჭირო სწავლა, იმიტომ რომ მდიდარი ადამიანი, აი თუნდაც ახლა 5,100 евро გქონდეს შემოსავალი. თუ ეს ადამიანი იმას არ უფიქრდება, როგორ უნდა მე შევინარჩუნო კიდე თანხა, გადავდო თანხა, თქვათ და ისე გავაკეთო, რომ თქვათ მე არ შევიზღუდები, თქვათ იმ მოთხოვნილებებში, რაზეც არ მიჩვეული, ხო? ნუ ესე იგი ეს უკვე აი ნელ-ნელა მიდის ეგეთი სწავლა, აქ ასეთ ადამიანზე ლაპარაკი უფრო რა. იმიტომ რომ შენ თუ გაქვს დიდი ანაზღაური და ხარჯავ, შენ არ ხარ მდიდარი ადამიანი, შენ просто უბრალოდ კარგი ხელფასი გაქვს, მეტი არაფერი. მდიდარი ადამიანები უკვე ან საერთოდ შეძლებული ადამიანები ითვლებიან ისეთ ადამიანები, ვისაც შეუძლია ის შეინარჩუნონ, გადადონ თანხები, რომ მერე უკვე ან ინვესტიციები გააკეთონ, ან რაღაცა, იმიტომ რომ აქ არის ესეთი თემა, რომ ადამიანი უკვე დადგა ამ ესეთ ეტაპზე, რომ უფიქრდება იმას, რომ რა შემიძლია გავაკეთო, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ფული როგორც მოდის, ისე
მიდის. ანუ ჯერ შემოვიდა ფული, გამეხარდა, დავხარჯე, მე დავჭეკი ის რომ აი შეზღუდული ვარ, არ ვიცი. მე თქვათ ეხლა ნუ ავიღე ხელფასი, მთლიანად დავხარჯე და ვზივარ ეხლა აზე არა ვარ. აი 10%-იც რო გადაიწყოთ 10%-ის გადადება თქვენ თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა რომელი თანხიდან, ისე რომ ხელი არ მოკიდოთ, უკვე კარგი ნაბიჯი იქნება თქვენთვის. ნუ ეხლა მე თქვენ აქ ამ წუთში ამ გაშლაში არ დავიწყებ, რა თქმა უნდა, არანაირი ხა ჭკუის დარიგებას, ცოტ-ცოტა რაღაცებს გეუბნით, რომ ესეთი თემა არ არის ეხლა ეს აი ასე მხოლოდ თქვათ ეხლა ვიდეოს ფარგლებში, აი ამ თემის ფარგლებში ახლა მოგიყვეთ, იმიტომ რომ ეს ამისთვის არის საჭირო ბევრი რაღაცა ეტაპები. პირველ რიგში ჩვენი აზროვნება, ჩვენ როგორ ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაფერი აქედან იწყება. ნებისმიერ სფეროს რო შევეხოთ. ნახოთ ახლა ჩვენ, მაშინ ესე იგი რა ხდება ახლა თქვენთან ფინანსებში? ნუ ფინანსებში აი ხო გეუბნებით, პრინციპში აქაც ჩვენ გვითხრეთ, თქვენ ახლა ანუ ზუსტად ეს მომენტი არის, რომ თქვენ ახლა ფიქრობთ, რა, აი ფინანსები რო გითხრათ, რომ შიში გაქვთ, გაიგეთ, ანუ აქ არის, ანუ არქმარობა, ასე რომ ვთქვათ, არქმარობა არის ახლა ფინანსებში ზუსტად. იმიტომ რომ ადამიანი არის ისეთ მდგომარეობაში. так, მოიცადეთ, მე ერთი წამით ახლა. всё. ასე იგი, ანუ აქ როგორი მომენტი არის? არ ვიცი რა, აი ზუსტად ეს არის, აი არ მყოფნის და სულ შიში გაქვთ იმისი, რომ თქვათ, ვაი თუ აი დაუშვათ ხელფასიდან ხელფასამდე, ხო? ანუ არ მყოფნის, არ ვიცი რა გავაკეთო, ნერვიულობთ, ბორიაკობთ ეხლა და ანუ რაღაცა ურესურსობა. აი აქ მართლა გეუბნებით, ნუ შეიძლება ნახათ კიდე საჯარო გაშლა, მე არ ვიტყვი, რომ აი აქ ადამიანი სულ თლად უფულოდ შეიძლება ხო გითხარით, ფული შემოდის, მაგრამ სულ შიში გაქვთ, რომ ვაი თუ არ მეყოფა, ან შეიძლება არ მყოფნის, ანუ დაუშვათ, როცა ადამიანს ხარჯი უფრო მეტია ვიდრე შემოსავალი. აი ეს მომენტიც არის და სულ არის ისეთ ბორიაკების მომენტში, რომ აი ვაი თუ არ მეყოფა, აი იმისთვის იმის, აი თითქმის დავალაგე ყველაფერი თქვათ, მაგრამ მაინც არ მყოფნის და ან მეშინია რომ ვაი თუ რამისთვის არ მეყოფა, ნუ გეუბნებით რომ აქ არა აქვს მნიშვნელობა, საერთოდ არა გაქვთ ფული, იმიტომ რომ საჯარო გაშლა, ან გაქვთ რამე ფული, ეს შიში არის. არის რომ ანუ არ ვაი თუ არ მეყოფა, აი ასეთი რაღაცა არის. ვნახოთ ახლა ჩვენ რა ბლოკავს. ეს რა ბლოკავს. რა ბლოკავს და აი ზუსტად რომ შეიძლება ვთქვათ, რომ აქ ცოდნა გჭირდებათ რა. აი ეს ბლოკავს, რომ თქვენ ახლა ფიქრობთ კი, როგორ რა უნდა გააკეთოთ, კი, ვერ ვეტყვი მაგას, მაგრამ მაინც აი მოიცადეთ კიდე მაინტერესებს რა ბლოკავს ახლა აქ. ფიქრი რაზე თუ რა არის? რა ბლოკავს? რა ბლოკავს? აქ როგორი მომენტი არის, იცით, როცა ანუ რა ბლოკავს? არასწორად. თქვენ თვითონაც ბლოკავთ ალბათ, რა ვიცი, აი არასწორი ფიქრები შეიძლება იყოს აქ, რომ აი იმაზე ენერგია გაცვლა მიღების ენერგიაზე რაღაც არასწორი მიდგომა, თან პლუს კიდე ნახეთ, თქვენ ახლა ძალიან ტყობა ბევრ რაღაცას გასცემთ. თქვენ თვითონ ბლოკავთ. იმიტომ რომ რა არის, იცით, პრინციპში აქ რო გითხრათ, არაფერი ისეთი არ არის, რომ თქვა, რომ ძალიან რაღაცას ბლოკავს. თქვენ ეცადე შეიძლება რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ზედმეტი ხარჯები გაქვთ რაღაცა.
თქვენ რა არის, იცით, აი აქ ძალიან მხარჯველი იქნებით გოგოებო და ბიჭებო. იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება, ანუ ბლოკავს ზუსტად ახლა 4-იანი არის ხმალების ამ შემთხვევაში. ეს არის როგორი ენერგია, როცა კი, ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი გონება. ეს არის ის, რაზე ჩვენ ახლა ვფიქრობთ, ხო? მაგრამ შეიძლება კი დაუშვათ, ანუ даже იმას ბლოკავს, რომ არ ვფიქრდებით. იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი არის, იცით? როცა აქ შიში გვაქვს, ხო? აქ არის ეს მომენტი, რომ პენტაკლების დედოფალი, იმპერატრიცა. ნუ ისეთი ენერგიები არის, რომ რა გითხრათ რა. ან ძალიან ბევრს ხარჯავთ, იმიტომ რომ ეს ბლოკი არის, ეს ხო არ არის ახლა რა არ ბლოკავს, ხო? ძალიან ბევრს ხარჯავთ შეიძლება აქ. ბევრი ანუ არ უნდა იფიქროს, იმიტომ რომ აქ მეუბნებიან იცით რა არის, ანუ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენ ეს სიტუაცია შეიცვალოს, ანუ კარგად თქვენი ხარჯები უნდა გააკონტროლოთ, იმიტომ რომ შეიძლება ზოგჯერ თქვენ გაქვთ უაზრო ხარჯები რა. როცა თქვენ აი რაღაცას ყიდულობთ, ნუ არ ვფიქრდებით, რომ 5-იანი პენტაკლების ეს არის ყოველთვის, როცა არასწორი ჩადება ფინანსური და მე კარგავ. და აი აქ ესე იგი მოიცეთ, არ უნდა დახარჯოს ეს, იმიტომ რომ ეს 4-იანი ცოტა ხმალების ცოტა იმას შვება. ანუ არ უნდა დახარჯოს, თუ როგორ უნდა გააკონტროლოს. ხო, ემოციებს არ უნდა იყო აყოლილი, აი. ემოციებს არ უნდა იყო აყოლილი. ემოციების გარეშე უნდა იმოქმედოთ, გაიგეთ რა ხდება? ცოტა შეჩერდე რა ბლოკავს. ანუ არასწორი მართვა ფინანსების, გაიგეთ რა ხდება? არასწორი ფინანსების მართვა. აი ამას რო ისწავლეთ, ნაკადი გაიხსნება, გვეუბნებიან. უნდა ისწავლოთ ემოციების მართვა. თქვენ შეიძლება ნახეთ რა ხდება ემოციები, უფრო ნახეთ, საერთოდ ფულის თემაში რა, ემოციები უნდა გაითიშოს. აქ ადამიანი ძალიან ემოციებს რთავს, გაიგეთ, რომ აი ყველაფერი მინდა, შეიძლება შვილებს ეხმარებით ძალიან დაუშვოთ, შეიძლება ისედაც გამცემი ადამიანი ხართ, ეს ცუდი არასოდეს არ არის, მაგრამ ზომიერად, გაიგეთ, ყველაფერი უნდა იყოს და აი აქ ეს მომენტი არის, რომ ემოციებს ხართ აყოლილი ხოლმე. შეიძლება დაუშვოთ რამე დაინახავთ ისეთ ნივთს, რომელიც თქვენ ვაფშე 100 წელი არ გჭირდება, ან გონია რომ გჭირდება და მაგრამ მე ანუ სპონტანური ხარჯვა დაუფიქრებელი, აი ასე რომ ვთქვათ. ანუ ეს 4-იანი ახლა ხმალების მეუბნება დაუფიქრებელი ხარჯები. გაქვთ თქვენ აი აქ. ზოგს უყვარს რა, აი დაუშვოთ მე ეს მჭირდება, თქვათ, ანუ სტატუსის გულის, შეიძლება ახლა რამდენიც გინდა ვიცი ადამიანები, რომ შეიძლება დაუშვოთ სახში ახლა მჭას და ყველს ჭამს და გარეთ გადის მაგარი მანქანით, მაგარი თანსაცველით, მაგარი რაღაცით. ამ დროს ზის კაპიკებს ითვლის, მაგრამ ან ბოლო iPhone-ს ყიდულობს, ან ნუ კაროჩე შემოსავალი არის უფრო ნაკლები, ვიდრე თქვათ, აი იყო თქვათ ახლა ისესხი, მაგრამ ნუ იმიტომ რომ უნდა მქონდეს მე ეს iPhone-ი და უშო ყველას აქ და მეც უნდა მქონდეს რა, ვიზე ნაკლები ვარ. აი ესეც არის, ხო და ამ დროს შეიძლება ესეთი ის სიტყვაზე ის 300 ლარი თუ რაც არის გადასახდელი ყოველთვიურად, ისეც მაგისტვის დიდ თქვა 1000 ლარი აქვს ხელფასი სიტყვაზე, ხო, განვადებით ვიღებ. ეხლა 300 ლარი უკვე აქ ძალიან საკმაოდ თანხა არის, როცა 1000 ლარი გაქვს დაუშვოთ შემოსავალი, ან 1000 ევრო, რა ვიცი, ის როგორ, რომ შენ ახლა იქ ამ ხლაფულის როცა იხდე, ეს მაინც უკვე შენზე მოქმედებს რა და ამიტომ აქ დაუფიქრებელი ხარჯები გაქვთ თქვენ. ოეჭველი. ემოციას ხართ აყოლილი, არ აკონტროლებთ, გაიგეთ, არ აკონტროლებთ თქვენ ფინანსებს და მე უკვე ხართ სულ მოლოდინში, კიდე რომ ანუ აქ აღემატება ხარჯი შემოსავალს, ოეჭველი. 1000%-იანი. ნახოთ აბა კარიერაშიც აქ რა ხდება თქვენთან. ნუ აქ პრინციპში ახლა რომ გითხრათ რომ სულ არ მოგწონთ ის საქმე, რომელიც თქვენ ახლა
ხარდაკავებული, სუნთლად ეგრე არ არის რა. იმიტომ რომ აქ მიზეზი, ხო? ხო. ანუ ესე იგი რა ხდება ახლა? პრინციპში ცუდი არ არის, გეუბნებით პრინციპში კარგად წინსვლა გაქვს. რა ბლოკავს? აი რო გითხრათ პრინციპში არაფერიც არ ბლოკავს. იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი არის, იცით, რა უნდა გააკეთოთ და უფრო უნდა გაძლიერდეთ, უფრო უნდა ისეთ როგორ არის აქ. ანუ თქვენ ახლა საქმე რომელიც გაქვთ, თქვენ პრინციპში მოგწონთ ეს საქმე, მაგრამ აქ არის როგორი მომენტი, იცით? იმიტომ არის აქ კარგი სიტუაცია, იმიტომ რომ თქვენ რაღაცას მაინც აკეთებთ ამ თქვენი საქმის წინსვლა გაქვთ. ვერ ვიტყვი რომ წინსვლა არა გაქვთ. შეიძლება ზოგჯერ რა არის, იცით, ანუ ისე არ მოქმედებთ, როგორც საჭიროა. გაიგეთ რა ხდება? და ამიტომ არის აქ რომ ბლოკი პრინციპში ახლა როგორ გითხრათ, ბლოკსაც ვერ ხედავ აქ, არა. არა, აქ თქვენ რაღაც სიძლიერიც გაქვთ, შეგიძლიათ უფრო დაკესრათ. აი, სიძლიერი და ტყილა არ წამოდა. არა, ძლიერი ხართ აქ, არა. აქ ძლიერი ხარ. უბრალოდ თქვენ ახლა ნახეთ, შეიძლება სამსახურიც გაქვთ ესეთი, რომელიც გაძლევთ თქვენ შემოსავალს, ხო? ძლიერიც ხართ პრინციპში, ხა, ისეთი ადამიანი დაუშვათ, ხო? მაგრამ ან კიდე ნახეთ, იმისთვის საერთოდ რომ ფული შემოვიდეს, ხო? არ არის საჭირო 15 სამსახური გქონდეს და ეძებო კიდე და უფრო მეტი თქვათ ვიშრომო, ეხლა ფიზიკურად. გონებაში უნდა შეცვალოთ რაღაცა, ანუ მიდგომა ფულის სადმე. ძალიან კარგად მედიტაციები ეხმარება სხვათა შორის და აი მაგ შემთხვევაში უკვე იცვლება შეიძლება სიტუაცია. ნუ მოდით ნახოთ, თუ დაუშვოთ თქვენ ახლა გაითვალისწინებთ ამ ყველა რჩევას და ისწავლეთ ფულის მართვა, აი როგორ იქნება, როგორი შეიცვლება სიტუაცია თქვენი, როგორ შეიცვლება თქვენი სიტუაცია. ნუ გვეუბნებიან ჩვენ რომ შენ თუ აირჩევ სწორ მიდგომას, ხო, არჩევანი შენზე, შენ უნდა გინდოდეს, შენ უნდა გადახვედეს სხვა ეტაპზე და შენ უნდა შენ თვითონ მერე მოიცადეთ? ხო, შენ თვითონ არჩევანი შენზე დაფიქრდე კარგად, ნახეთ, აქაც 4-იანი ხმალების, აქაც 4-იანი ხმალების, ანუ კარგად დაფიქრდე და გამოხვალ აუცილებლად, ანუ დაფიქრდე, დააკვირდე, რასაც გეუბნებოდით და აუცილებლად შენ გამოხვალ ამ სიტუაციიდან და გექნება წინსვლა. გაიგეთ რა ხდება? აქ უნდა მიხედოთ თქვენ აი ზუსტად ამ თემებს, რომ ფული გეძლევათ, შენარჩუნება არ იცით და ამიტომ მე მგონი აქ ჭკუას გასწავლიან თქვენ მაღალი ძალები, მაგრამ არის გამოსვლა. კი, გამოსვლა იქნება აუცილებლად, თქვენ უნდა აი აქ ძალიან ბევრი სამუშაო გაქვთ თქვენ თავთან, ჩემო ლამაზებო, ახალი მიდგომა, საერთოდ ფულისადმე ისწავლოთ უნდა შენარჩუნება, სხვანაირად შეხედოთ ამ სიტუაციას, უფრო მეტად სერიოზულად და ნამდვილად გექნებათ უკვე წინსვლა. კი, გადახვალთ, მე ახალ ეტაპზე ყველა ვარიანტში, კი, მზე, всё, ასრულებ. ყველა ვარიანტში მაღალი ძალები თქვენსკენ არიან, უბრალოდ თქვენ გადახედეთ ამ სიტუაციებს, რა სიტუაციაშიც ხართ ახლა ფინანსურად და იფიქრეთ შენარჩუნებაზე, იფიქრეთ, იმუშავთ თქვენ თავზე სხვანაირად, მისცემთ თქვენ ამ ფულის დაუშვათ ახლა დანიშნულებები, ხო? ეგრევე სიტუაცია შეიცვლება. ეხლა პერიოდი გაქვთ ისეთი, თქვენ სწავლობთ ახალ გზაზე და ნუ აქ ახლა თუ თქვენ არც ფიქრობდით და არც არასოდეს არ გქონდათ ეს თავში, რომ რა გავაკეთო, როგორ შევინარჩუნო ფული, როგორ ის მქონდეს, თქვათ, აი დაგროვება ფულის, როგორია, რანაირია, როგორ თქვათ, ახლა უფრო გავადიდო, თქვათ, ჩემი შემოსავალი, თქვენი გაშლა ეს არ არის.
მაგრამ თუ თქვენ ამაზე ფიქრობთ დაუშვათ და ეს თემები გაინტერესებს, ესე იგი აქ არის ის მითითება, რომ შენ გააქვს ყველანაირი შანსი, უბრალოდ შენ თვითონ ახლა იცით რა არის? ნახეთ, ჩვენ როცა ვამბობთ ხო რაღაც სამყაროს, ამ შემთხვევაში ჩვენ სამყაროს ვეუბნებით რა გვინდა ჩვენ. სამყარო მე იქ იწყებს ასე ვთქვათ მუშაობას, ხო? ეძებს რამე სიტუაციებს, ეძებს რაღაცა და უკვე მიდის ანუ რაღაცა რეკონსტრუქცია რა, რაღაცა ჩვენი ცხოვრების, ხო? და ამ დროს ჩვენ ახლა რაღაცას ვართ მიჩვეულები, ხო? ის მე უკვე იცვლება, ეს უკვე რაღაცა სხვანაირად მიდის ცხოვრების დინება, ხო? სხვანაირად რაღაც შეიძლება ჩვენ ეგრევე დისკომფორტში ვარდებით რა და ვფიქრობთ ეს რა ხდება, ვერ გავიგე, ნორმალურად იყო ყველაფერი, ეხლა რატო შეჩერდა? ხო დაუშვათ. აი იმიტომ რომ ეს არის ზუსტად როცა ახლა შენ დაუშვათ ოთახში რომ მოინდომო რემონტი, შენ ამ ოთახს ვერ ეხმარ. ხო, იმიტომ რომ შენ სანამ გააკეთებ ყველაფერს გაარემონტებ, გადაადგილებ და უკვე დისკომფორტს იღებ, იმიტომ რომ უკვე ამ ოთახს ვერ ვიყენებ ისე როგორც მე მინდა, ხო? მაგრამ სამაგივროდ რემონტი რო გაკეთდება, მე უფრო ისე ამოვნებ, უფრო კარგად გამოიყენებ. აი ეს უბრალო ენით ახლა ვეცადე რომ ამეხსა თქვენთვის აქ როგორი სიტუაცია ხდება. ამიტომ ჩემო ლამაზებო ძლიერები ხართ, გააქვთ ეს სიძლიერის მაღალი ძალები თქვენსკენ არიან, ამიტომ უბრალოდ გადახედეთ თქვენ სიტუაციას და ყველაფერი კარგად იქნება.